უნდა იქადაგოს და თუ არ იქადაგებენ როგორ უნდა გაიგონონ და როგორ იქადაგონ თუ არ წარიგზავნებიან და აი აქ ესე იგი კიდევ ერთხელ მოწოდება ეკლესიისადმი რომ ვიყოთ აქტიურნი მისიონერულ საქმეში აქტიურნი და ეს ნიშნავს არა იმას რომ მხოლოდ მღვდლები აკეთებდნენ უნდა ამას ეპისკოპოსები არამედ თითოეული ადამიანი თავის ცხოვრების წესით უნდა მოწოდებული იყოს რომ ისე ცხოვრობდეს რომ ქრისტე იქადაგებოდეს მისი ცხოვრების წესით ხშირად მისვამე ხოლმე კითხვას რომ აი რაღაცა ესეთი გაყინულობის პერიოდი აქვს მას სულიერ ცხოვრებაში და არის ის რაქნას და რაღაცა და ეს იმიტომ რომ ჩვენ როგორც ეკლესიის წევრნი შეიძლება ვიყოთ პასიურნი და ამის გამო შეიძლება ეს არსებობდეს ეკლესიის წევრი არ შეიძლება იყოს პასიური ის თავის ცხოვრების წესით უნდა ადასტურებდეს რომ ქრისტე ღმერთია ოღონდ აქ არის ძალიან დიდი სიფრთხილე საჭირო კურნალო განიკურნე თავის შენი ჯერ შენ საკუთარ გულზე უნდა იმუშაო ესეც ქრისტეს სწავლება ჯერ უნდა იერუსალიმში იქადაგო და მე იერუსალიმის გარე და იერუსალიმი საკუთარი გულია ჯერ იერუსალიმში უნდა დაამოწმო რომ ქრისტე ღმერთია ანუ ჯერ შენ გულში უნდა მოწმობდეს ქრისტე რო ღმერთია და ეს როცა ასე ხდება შენ როგორც პიროვნება ქრისტეს ემსგავსები სიმშვიდით თავდაბლობით გულმოწყალებით სიყვარულით სიბრძნით გესმით მადლმოსილებით და მე უკვე შენ როგორც ადამიანს გეძლება ძალა იმისა რომ შენი სიტყვა იყოს ღვთის სიტყვა და არა შენი გონების ნაყოფი თუნდაც ეს გონების ნაყოფი თანხვედრაში იყოს თეოლოგიურად ქრისტიანობასთან ამას მნიშვნელობა ძალა არ ექნება შენი სიტყვა უნდა იყოს ღვთის სიტყვა ანუ ის მადლით ნაკვები უნდა იყოს ამას ჭირდება ის რომ შენი გული იყოს მადლის წყარო როგორც უფალი ამბობს ანუ შენში საღვთო მადლი უნდა იყოს ანუ შენ ღვთის ტაძარი უნდა იყოს გესმით რამხელა სამუშაოა გასაწევი თითოეულ ადამიანს